პრაქტიკულად არჩევნებს ახალი ინტრიგა შეძინა, თქვათ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომ მეორე ტურში, ასე ვთქვათ, მისი კანდიდატი არ იასპარეზებს და მარგველაშვილის მიერ ამის დადასტურებამ. მანამდე მეტნაკლებად ცხადი იყო, რომ ალბათ მარგველაშვილი მოიგებდა, ალბათ ბაქრაძე მეორეზე გავიდოდა, თუმცა იქ რაღაც ბრძოლა შეიძლება ყოფილიყო. შეიძლება ყოფილიყო მეორე ტური, ან არ ყოფილიყო, თქვათ ასე ვჯელობდით. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გააკეთა ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვალა, თვითონ ეს განცხადება გახდა ყველას საინტერესო, რომ ყველას საკომენტარო თვითონ ეს განცხადებაა. პირველ რიგში თავისთავად მისი შინაარსი ნიშნავს, ეს არის არა უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ პრაქტიკაში. დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი რამეები არ ხდება, ასე რომ ის აჩვენებს ერთის მხრივ, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან სპეციფიკური, ვილად რო ვთქვა, წარმოდგენა აქვს დემოკრატიაზე და რომ გიორგი მარგველაშვილს საკუთარი პოლიტიკური ნება არ გააჩნია, ან ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე თუ გააჩნია, ამ ეტაპზე არ ავლენს, რომ აქვს საკუთარი პოლიტიკური ნება. სხვა ამბავია, რომ შეგვიძლია თეორიები ავაგოთ, რატომ თქვა ეს ივანიშვილმა, ივანიშვილის გაგება საერთოდ რთულია, სინამდვილეში მას რა უნდა. შეიძლება სამი თეორია შევქმნათ, ერთი რომ ის ეხმარება ან ცდილობს, რომ შანსი შეუქმნას ნინო ბურჯანაძეს, ბუნებრივია, რომ მეორე ტური, თქვა, სადაც მარგველაშვილი არ მიიღებს მონაწილეობას და ბურჯანაძესა და ბაქრაძეს შორის იქნება პაექრობა, ეს არის ერთადერთი შანსი ნინო ბურჯანაძესთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას და თუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ნამდვილი მიზანი, ან შეიძლება მან უნდა გაუგზავნოს ვიღაცას, ასე ვთქვათ, მესიჯი რუსეთს ავარაუდოთ, რომ მე ვცდილობ რაც შემეძლია დავეხმარო ბურჯანაძეს, მაშინ გასაგებია ასეთი ნაბიჯი. მე არ ვემხრობი ამ თეორიას, მაგრამ ის, ასე ვთქვათ, გონივრული თეორია. მეორე, რომ შეიძლება მას უნდა რომ თავის ხალხს, ასე ვთქვათ, რეგიონებში სხვაგან სიგნალი გაუგზავნოს, რომ მისთვის მისაღებია მხოლოდ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება, ხო, 60-70%, რაც ჩემი აზრით პატიოსან არჩევნებში მიუღწეველია, ასე რომ შეგვიძლია გავიგოთ როგორც სიგნალი, რომ აი ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს შედეგი დადოთ, ანუ გააყალბეთ. მესამე თეორია, რომელიც ჩემთვის ყველაზე უფრო გასაგებია, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის პიროვნებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ის უბრალოდ ემუქრება ქართულ ხალხს, რომ გაებუტება, ასე ვთქვათ, თუ ვერ მიიღებს საკმარის მხარდაჭერას, როგორც ჩანს ის თulis, რომ უკვე დიდი წყალობაა, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ყველასთვის, რომ ის ჩამოვიდა თავისი მთიდან და ამ ბინძურ საქმეში, ანუ პოლიტიკაში ცოტა ხნით მაინც შემოვიდა და თუ ჩვენ მას იმდანაც არ დაუფასებთ, რომ პირველ ტურში არ გავამარჯვებინებთ მის კანდიდატს, მაშინ ღირსი არა ვართ მისი და ის გაგვებუტება, ასე ვთქვათ. შეიძლება ეს არის მისი ნამდვილი მოტივი. საერთოდ საქართველოში, რაც შეეხება იმას, რა მოხდება 27 ოქტომბერს ან მას შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოში საერთოდ რთულია წინასწარმეტყველება ბევრი რამის, იმიტომ რომ ცოტა წინასწარ გამოკითხვა, საზოგადოებრივი აზრის ბევრი ადამიანი, რომელიც დაბნეულია და ბოლო მომენტში გადაწყვეტს რა გააკეთოს, ანუ როგორ მისცეს ხმა, საერთოდ წავიდეს თუ არა არჩევნებზე, ეს განწყობა აშკარაა. საზოგადოებაში ბევრი ადამიანი არის ისეთი, ვინც გადაწყვეტილებას, ვისაც ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება. ცხადია, რომ მარგველაშვილი ფავორიტად რჩება, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას მაინც აქვს დობის მანდატი, თუმცა შეუმცირდა, მაგრამ აქვს და იმიტომ რომ ეს ცნობილი ჩვენთვის ადმინისტრაციული რესურსი ბუნებრივია მარგველაშვილის მხარეზეა, ასე რომ ყველაზე საინტერესო ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის განცხადებამდე იყო მეორე ადგილისთვის ბრძოლა, დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე, როგორც წინასწარმეტყველებს, ასე ვთქვათ, გამოკითხვები თუ ნინო ბურჯანაძე რაღაც, ასე ვთქვათ,
გაუწევს მას კონკურენციას. ამაში ეს იყო ყოველ შემთხვევაში მთავარი ინტრიგა ივანიშვილის განცხადებამდე და რა თქმა უნდა საინტერესო მნიშვნელოვან საკითხად რჩება. თუ ნინო ბურჯანაძე ამ ასეთ განცხადებებს აკეთებს, სავარაუდოდ ის ემზადება იმისთვის, რომ უნდობლობა გამოუცხადოს არჩევნების შედეგებს, მაგრამ რატომ აკეთებს ის ამას, ეგ სხვა საკითხია. შეიძლება მას იმედი აქვს, რომ სერიოზული რაღაც არეულობის აგორებას შეძლებს, თუ ეს ასეა, ჩემი აზრით, მისი უნარი, რომ რაღაც ბევრი ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში და სერიოზული პროტესტის ახალისება მოახდინოს შეზღუდულია, რაღაც დონეზე შეუძლია, რა თქმა უნდა, 1-2 მიტინგის გამართვა, მაგრამ სერიოზულ პრობლემებს ხელისუფლებას ის არ შეუქმნის, თუ თვითონ ხელისუფლება არ მოინდომებს, რომ შეიქმნას პრობლემები. შეიძლება ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი მეთოდი ქართველი პოლიტიკოსების, რომ გაამწვავოს ვითარება, რაღაც ფსონები აწიოს, რადიკალიზაცია მოახდინოს საკუთარ ელექტორატის, მით უმეტეს, რომ მისი ვაშკარაა, რომ ის რადიკალურ ელექტორატზე აკეთებს ფსონს თვითონ. მე ასე ვთქვათ, არის ამის ბრალდებებიც, რომ ის ვთქვათ, არასათანადოდ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. მე ამისთვის ამ საკითხს არ ვსწავლობ, არ გამიკვირდებათ, რომ რაღაც ზომით ესეც ხდება, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსი არ ნიშნავს მხოლოდ უკანონოდ გამოყენებას ადმინისტრაციული რესურსის, თავისთავად, როდესაც ხალხი ხედავს, რომ ვიღაცა არის მთავრობის კანდიდატი და მთავრობა დგას კანდიდატის გვერდზე, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პროცენტი ამორჩევლებისა უბრალოდ ამიტომ აძლევს ხმას, ასე რომ ადმინისტრაციული რესურსი როგორც მინიმუმ ამას ნიშნავს. პლუს, რა თქმა უნდა, შეიძლება არ გამოვრიცხავ იმას, რომ ის გამოყენებული იქნას იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცა თქვა ტრადიციულად, როგორც ტრადიციულია საქართველოში, სამწუხაროდ ბიუჯეტზე და საჯარო სფეროზე დამოკიდებულ ადამიანებისგან არსებობს მოლოდინი, რომ მათ მთავრობის კანდიდატს უნდა მისცეს ხმა. თავისთავად თუ ბურჯანაძის დისკურსზე წყლის დასხმა ნიშნავს იმას, რომ მას მეტი შანსი აქვს არეულობის მოსაწყობად, არ მგონია ეს ასე იყოს. თუ ამაში ის იგულისხმება, რომ აი ივანიშვილი მაინც წამსვლელია და ამიტომ მარგველაშვილისთვის ხმის მიცემა არ ღირს და მოდის სხვას მივცეთ ხმა და ეს სხვა შეიძლება იყოს ბურჯანაძე, ამ თვალსაზრისით ის მართლაც ამცირებს, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ეს განცხადებები, რომ ის წავა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რაღაც ზომით ამცირებს მარგველაშვილის შანსებს, რომ გაიმარჯვოს პირველ ტურში, ეს ზოგადად ასეა. აქაც ისევ წინასწარმეტყველება უნდა გავაკეთო, რაც ზოგადად მიჭირს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე როგორც იქცეოდა და რას აკეთებდა ხელისუფლება და რა განწყობასაც ამჟღავნებს, თქვათ, ივანიშვილი, არაფერი გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ მათ სცადონ რაღაც პრეზიდენტის გასამართლება.
რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან წამგებიანი საქართველოს იმიჯისთვის სოფლიოში, ევროინტეგრაციის პროცესისთვის, დააზიანებს მას სერიოზულად და შემდეგ უკვე მთავრობის საქმეა, როგორ აწონ-დაწონის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფაქტორებს. ურჩევნია, თქვათ, შეიძლება ეს იყოს პირადი ანგარიშგების ნება ივანიშვილის მხრიდან, შეიძლება თავისი მომხრეების რაღაც დაკმაყოფილება, შეიძლება მივზდიოთ ამ შეთქმულების თეორიებს, რომ სინამდვილეში მას უნდა რომ დააზიანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამისთვის დააპატიმრებს სააკაშვილს, ეს უკვე მისი მოტივების და მისი გადაწყვეტის საკითხია, მაგრამ ზოგადი პასუხი ასეა, რომ კი შესაძლებელია და ეს გააკეთონ, შესაძლებელია არაპირებენ ამას, მაგრამ წინასაარჩევნო თვლიან, რომ ასეთი რამეების თქმა კარგია, მაგრამ თუ ამას გააკეთებენ, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს. არა, გააჩნია გარემოებებს, თუ გულისხმობ, თქვათ, ვითარებას, როგორიც იყო 2004 წლის არჩევნები, ეს იყო უშუალოდ რევოლუციის შემდეგ, ეს იყო რევოლუციური ეიფორია და რაც თავარია, ამ არჩევნებში პრაქტიკულად არც ერთმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ არ მიიღო მონაწილეობა. ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე იყო თემურ შაშიაშვილი. ასე რომ იმ არჩევნებში 96 თუ არ ვცდები მიიღო პროცენტი სააკაშვილმა, მაგრამ იმის გამო, რომ კონკურენტი არ ყავდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე არ ყოლია, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ მოწინააღმდეგეები, სააკაშვილის მოწინააღმდეგეები უკანონოდ თვლიდნენ ამ არჩევნებს პრაქტიკულად. სააკაშვილის მოწინააღმდეგეები იყვნენ ვარდების რევოლუციის მოწინააღმდეგეებიც ამავე დროს და არჩევნებზე არ წავიდნენ. ეს იყო ის საპრეზიდენტო არჩევნები, იყო ვარდების რევოლუციის ლეგიტიმაცია. ასე რომ ამას ვერ შევადარებთ, დღეს არსებობს ოპოზიცია, ის არის ინსტიტუციონალიზებული. დღეს არ არის ის განწყობა, რომ ალტერნატივა არ არსებობს, ალტერნატივა არსებობს, ასე რომ დღევანდელ ვითარებაში არარეალისტურია ჩემი აზრით, რომ ერთმა კანდიდატმა მიიღოს უკვე მით უმეტეს ამ წინაარჩევნების შემდეგ ეიფორია რაც იყო, ის აშკარად განელებულია, ასე რომ დღეს ამ ვითარებაში ნამდვილად არარეალისტურია 70%-იანი გამარჯვება. ვინ არ გიაგაჩვენა? 2008-ში 53%-ით იყო, ეს არ არის 53%-ით რო გაიმარჯვოს მარგველაშვილმა, სულ არ გამიკვირდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია.